We know that Hamas has to ვიცით, რომ ჰამასი ვალდებულია დაიცვას შეთანხმება და თუ ის არ შეასრულებს შეთანხმების პირობებს, ძალიან ცუდი რამ მოხდება. თუმცა არ ვაპირებ იმის გაკეთებას, რაზეც პრეზიდენტი ტრამპი აქამდე უარს ამბობდა, კერძოდ ბოლოვადის დასახელებას, რადგან ეს ნაწილი ძალიან რთულია და წინასწარ ვერ განსაზღვრავ. ღაზაში ძირითადად ორი რეგიონია, რომელთაგანაც ერთი შედარებით უსაფრთხოა, მეორე კი წარმოუდგენლად საშიში. მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად საჭიროა უსაფრთხო ტერიტორიის გაფართოება და საერთაშორისო უსაფრთხოების ძალები ამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ჩვენ ჯერ არ გვყავს ასეთი ძალები და სწორედ ამაზე ვმუშაობთ. force set up. That's something we're working towards. And look, our warning to Hamas is very straightforward. The term ჩვენი გზავნილი ჰამასისთვის და პრეზიდენტ ტრამპის მიერ წარდგენილი 20 პუნქტიანი გეგმის პირობები ძალიან ნათელია. მას მხარს უჭერს არა მხოლოდ ისრაელი, არამედ სპარსეთის ყურის ყველა ჩვენი მოკავშირე ქვეყანა. ჰამასი უნდა განიარაღდეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მებრძოლს შეიძლება მიეცეს გარკვეული სახის შეღავათები, ისინი ვერ შეძლებენ ერთმანეთისა და პალესტინელი თანამემამულეების დახოცვას. დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა იქნება მდგრადი და განგრძობადი. თუ ჰამასი თანამშრომლობაზე უარს იტყვის, მაშინ როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, ჰამასი განადგურდება. Hamas is going to be